საქართველოში ასეთი ტიპის მომსახურების დანერგვის ინიციატორია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს კანონის მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ინიციატივის ფარგლებში და ძალიან დიდი დახმარებით ღია საზოგადოების ინსტიტუტის ნიუ-იორკის მიერ მოხდა აღნიშნული პროექტის, ეს არის ადამიანის უფლებები და პალიატიური მზრუნველობა, კერძოდ უფასო იურიდიული მომსახურება პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, აი ამ პროექტის დანერგვა. რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ საადვოკატო ფირმას, იურიდიულ ფირმას, კორძაძე და პარტნიორები და ვთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ აი ამ საქველმოქმედო პროექტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც ამ ეტაპზე იმდენად კრიტიკული და კრიზისული პერიოდი უდგას თავის ცხოვრების, რომ არც დრო, არც საშუალება, არც განწყობა, არც მორალური მდგომარეობა არ აქვს იმისთვის, რომ კვალიფიციური ადვოკატი ეძებოს და პლუს კიდე ამაში თანხები იხადოს. შესაბამისად, თუ რამე შეგვიძლია ამ კუთხით, მზათა ვართ აღმოუჩინოთ ეს დახმარება და უფასოდ იმიტომ, რომ როდესაც რაღაც ბიზნესს აკეთებ, ამ ბიზნესის ფარგლებში თუ გაქვს შესაძლებლობა მოსახლეობის გარკვეულ ფენას, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება, უნდა აღმოუჩინო დახმარება. დამეთანხმებით ალბათ, რომ საერთოდ ასეთი ტიპის პაციენტებთან ურთიერთობა სპეციალურ ჩვევებს მოითხოვს ადამიანისთვის და ძალიან საკმაოდ ძლიერ ფსიქიკასაც მოითხოვს, იმიტომ რომ რთულია ადამიანს უყურო ერთი დღე და ერთ კვირაში შეიძლება აღარც დაგხვდეს ეს ადამიანი ცოცხალი. ამიტომ საკმაოდ მყარი პიროვნება უნდა იყოს და შესაბამისად რაღაც პრაქტიკაც უნდა ქონდეს ამ კუთხით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რომ თვითონ იურისტი მზად იყოს ამ ყველაფრისთვის. მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანებიც მზად იყვნენ. ეხლა ჩვენ ქართველებს ზოგადად გვახასიათებს და პოსტსაბჭო და სივრცეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს, როდესაც ცხოვრების დაგეგმა ნაკლებად ხდება და განსაკუთრებით ეს რთულია მოთხოვა ადამიანს, რომელსაც განსაზღვრული აქვს გარკვეული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. ახლა უცხოეთში ალბათ უფრო იოლია იმ კუთხით, რომ ადამიანმა იცის რა უნდა, რა ქონება აქვს, რა პრობლემა აქვს, ვის რა უნდა დაუტოვოს. აქ ესეც სასწაული აქვს ადამიანებს, ანუ შეიძლება ზოგჯერ ჭირდებოდეს მას გარკვეული მომსახურება, მაგრამ არ იცოდეს და ვერ გვეუბნებოდეს. ანუ ეს ეტაპიც გარკვეულად გასავლელია, რომ ადამიანებმა მოიფიქრონ, რომ მომსახურება ჭირდებათ. ჰოსპის სოციალური მუშაკი ყავს. იგი ავადმყოფის ოჯახის წევრებს უფასო იურიდიული, ანუ პრობონო მომსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრებს ასეთი სერვისი ესაჭიროებათ, სოციალური მუშაკი უკვე ადვოკატს მიმართავს. ის იკვლევს პირველ რიგში თუ რა სახის პრობლემები შეიძლება გააჩნდეთ მათ და სქემა ასეთია ოსოს ჩვენი საქმიანობის, რომ ის მიკავშირდება შემდეგ მე და მე მივდივარ უკვე შეხვედრაზე პირადად ამ პაციენტთან ან მათი ოჯახის წევრთან და ადგილზე ვიკვლევ ამ პრობლემას და შემდეგ ხდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებული პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურება საქართველოში სულ რამდენიმე თვეა მოქმედებს. დღეის მდგომარეობით ამ შეღავათით 10-ოდე პაციენტმა ისარგებლა. მათი პრობლემების უმეტესობა სოციალური ხასიათის იყო. თუ პაციენტი საქმის კურსში არის თავისი რეალური დაავადებისა და რეალური მდგომარეობის შესახებ, მათ აქვთ თუნდაც მემკვიდრეობის საკითხები გადასაჭრელი, თუნდაც მინდობილობის საკითხები გადასაჭრელი, მოსაწესრიგებელი თავის ზოგჯერ ბიზნეს საქმიანობა, ზოგჯერ ქონებრივი საკითხები. ეს არის ასევე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია საქართველოში არ აფინანსებს პალიატიურ მზრუნველობას როგორც ცალკე პუნქტს, რაც საზღვარგარეთ ჩვეულებრივად ჩადებულია სადაზღვევო პაკეტში. ხშირ შემთხვევაში პაციენტებს სწორედ ეს პრობლემები აქვთ, რომ ითხოვენ სადაზღვევო კომპანიებისგან, თუნდაც სიღარიბის ზღვარსქვევით ყოფი მოსახლეობა, რომელსაც აქვს ვაუჩერები, ითხოვს, რომ სახელმწიფო მათ დაუფაროს ესეთი სახის მომსახურება. როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი პრობლემები არის, ეს არის მემკვიდრეობის საკითხები და ეს არის თუ რა გარკვევა იმისი, თუ რა შეღავათები ეკუთვნით მათ სახელმწიფოსგან. ადამიანებმა ზოგადად განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს ვეხმარებით ყოველგვარი რაღაცების გარეშე და ესეთი ინსტიტუტები, ესეთი პროექტები, რაც მეტი იქნება, თვითონ საზოგადოების განსაღება მოხდება, იმიტომ რომ გაუჩნდეს ადამიანს უნდა გაუჩნდეს დაცულობის განცდა არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ სხვა ადამიანებისგანაც და თუ ეს პროექტი იქნება, მაშინ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და ესეთი ტიპის სხვა პროექტების განვითარდება ზოგადად საზოგადოებისთვის იქნება ჩემი აზრით კარგი. ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფებისთვის თბილისის ფერისცვალების მონასტერში ზრუნავენ.
მედპერსონალის გარდა პაციენტებს მონაზვნები და მორჩილებიც ემსახურებიან. მაკას და ლადოს შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა. ბადრაგი, რომელიც პატიმარს ახლდა, იძულებული იყო ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის დაეშორებინა. 20 წუთით გამოუშვეს და იმდენად შეეცოდათ დარეკეს ამათმა, რომ არაფერს არ აშავებს ეს ბიჭი, ეხუტებიან მარტო და ეფერებიან. 3 საათნახევარი დატოვეს ქმარი. საკმაოდ გულისამაჯუყებელი სცენა იყო მართლაც და მინდა გითხრათ, რომ ამ სცენისთან, ამ დღიდან რამოდენიმე დღეში მაგა გარდაიცვალა, თუმცა ის რამოდენიმე დღე ის ბედნიერი იყო იმით, რომ შეძლო თავის მეუღლესთან დამშვიდობება და თავის მცირეწლოვანი შვილის მისთვის ჩაბარა. მაკა მახარაშვილი 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ვაჟი, გიორგი, ახლა 1 წლისაა. ბებიასთან ცხოვრობს და მამას ელოდება.